ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნის ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიშის სახელწოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა მოამზადეს. ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად ასამბლეის არც ერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის. რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი ჩახშობის, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, ეს ქმედება ფაქტობრივად საქართველოში ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს, რაც არღვევს დემოკრატიის არსებით პრინციპებს და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან. იგი მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში მათი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და ასევე ლიდერების უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულების შესახებ. ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო დაინტერესებული მხარე. აღდგეს ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად. ასამბლეა გმობს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების სივრცის სულ უფრო და უფრო შემცირებას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებს, მათ შორის საკამათო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით. პირველ რიგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი. გრანტების შესახებ კანონში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან ერთად უნდა გაუქმდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის გაჩვმებაა, პოლიტიკური პატიმრების არსებობის საშიშროებას ბადებს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ კონტექსტში გმობს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა პირების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებულ და არაპროპორციულ სასჯელებს აშკარად შეთხზული ბრალდებებით. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი საკამათო ცვლილებები. იგი იმეორებს რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცვალოს სრულიად ახალი კანონით, რომელიც შემუშავდება ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი შესაბამისობა ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. დოკუმენტის თანახმად ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, რომ მიუხედავად მრავალი საპირისპირო მოწოდებისა არ ჩატარებულა სანდო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მათი დაკავების დროს. ასამბლეა მოუწოდებს ქართულ ოცნებას სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ზოგადი ზომები.